რაღაცა შეთეს საერთოდ მარჯვენებთან დაკავშირებით მე შეთეს უკავშირდება ხო შეტაკება ხონდა თუშებსა და ლეკებს ხო და მოbrunდელი შეტაკები და ლეკები ამოწყვიტეს ამ აქციას რა ვიცი და ყველა მოიტანა თითოეული მარჯვენა იმის ნიშნად რომ ამ კაცი მოკლა და მოვიდა ამისი 16 წლის ბიჭი და ბალღოში რა ხენიო მე ვაკაცო ამ თავისი შვილი საკუთარი მე რომელიც მოკლეს რა ხო მე რომელიც მოკლეს მე ვაკაცო დღესო რაღაც მედი არ მქონდა ვერავინ მოკანიო და მე კარგია ქედან შემამაძაღლო ხო და გაიქცა ბავშვიო და რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოსო მოვიდაო დაჭრილო და თანო ორი მარჯვენა მოიტანაო და აი ეს ხო და შეთამუთხრო აი ახლა კი მესმის შენ ჩემი შვილი ხარო და ის ამბავი რომ დაუშვათ ეს შვილი დაუშვათ მოუკლესო მე რაღაცა სანათესაოს მე უთხრა რომ სანაცვლეთო ეგ ალბათ ლეგენდა არის ეგ უფრო ლეგენდა შუნადაც არის და ქართულადაც ხო და აი იქ არის რომ შეთებო ეს თავისი შვილის გვამიო დაჭრა მე როგორ შეიძლება და შვილის გვამის დაჭრა და თუშებმა ეს ლეგენდა ესე შეალაბაზეთ ის კი არ დაჭრა რა ქვია შვილის ხეულიო ის ადგილი მოაჭრა ნატყვია ადგილი ამოაჭრა და აი ის დაჭრა 60 ნაწილად და თითო ნათესავს გაუგზავნო რომ თითო ამ ნაჭერში თითო მარჯვენა უნდა მომიტანოთ და 60 კაცის მარჯვენა ნათესავმა მოუტანეს და 1-20 თვითონ დაუმატა და ასე რომ 90 ლეკით ძია შვილი ვინც მონაწილეობდა ჩოლოქის ომში გაჩვენეთ არა ის სურათი მაშინ რომელი სურათი ხო რაზმი არის თუშებისა და იქ არის შეთეს ჩოლოქის ომში მეორე ჩოლოქის არა ეს სურათი არ გიჩვენებიათ ხო სამწუხაროდ აქ არა მაქვს სურათი ეს თქვენ თქვით მაშინ მე მგონი გაგზავნილი მაქვს ზემოთ არა მუზეუმში ჩემი არ არის მუზეუმის არის სურათი მუზეუმის რომელ მუზეუმში არის ომანში ომანის მუზეუმში არის საინტერესო რაღაცები არის რა საინტერესო ანუ გიორგი იმაზე ამბობთ შეთეზე ხო და შეთეზე მეც კითხავი მაგ რამდენი ეს ერთი მაინტერესებს პირდაპირ უნდა კითხოთ აი ბავშვი რომ ისტორია არის რაღაცა რომ მოდიოდაო და ეს რა ქვია დედაო თუ შეთავ თავს მოგაწეს თუ ხელს მოგაწეს თუ რაღაცა მოაჭრა ხელი ესეთი ისტორია ხლა ეს მოგონილებია თუ ამის ფაქტები არსებობდა რამდენად უბრალოდ ისე რაღაცა შეიძლება მოგონილი იყოს შეიძლება რაღაც სიმართლესთან ახლოს იყოს მაგრამ ლეგენდები ბევრი იქმნება კნიგებზე და შეთეზეც ხადები შექმნილი არის ბევრი ლეგენდა შვილის თქვენ რომ ამბობთ რომ ბავშვისო ესეც ლეგენდა არის შეთეს ისეთი ზარიანი სახელი ჰქონდა დაღესტანში რომ ბავშვებს აშინებდნენ რომ შეთეს სახელით გაჩვენდით რომ შეთე წაიყვანს ან შეთე მოვა და არის ეგეთი გადმოცემა თუ ლეგენდა რა ვიცი რომ ბავშვი პატარა ტირის კაცო ვერაჩვენდა და დედამ უთხრა ერთხელ გაჩვენდით რომ შეთე მოვა წაიყვანს და რო არ გაჩვენდა ბავშვი სარკმელში თავი გააყოფინა აჰა შეთე წაიყვანო და თურმე შეთე იქ დგას ხო და ამერე ხმალი და მოაგდებინა მართლა თავი და შეიყვანა დედამ ძალიან საზარელი ის კი არის არა შემთხვევა მაგრამ ლეგენდა არის ეს ალბათ ლეგენდა არა ხასიათი ქონდა ესეთი იგი ხასიათი რასამოსიც ის სანამშვილს მოკლავდება მანამდე შეთე იყო ჩვეულებრივი მეომარი აგარი მეომარი მაგრამ მაინც მეომარი და ლეკებზე ეგრერიგად არ იყო გადამტერებულიო ლეკთან შეეძლო დამჯდარიყო ელაპარაკა კიდევაც თქვათ იმასთან ერთად ისა რა ქვია პურიც ეჭამა რაღაცა მაგრამ შვილი რომ მოუკლეს აი მაშინო მას შემდეგ უკვე ლეკისა და შეთეს ერთად დაჭრება უკვე აღარ შეიძლება დადიოდა ხოცავდა შეთესთვის ლეკი იყო მოსაკვდარი სხვა საინტერესო დამოკიდებულება იყო ერთის მხრივ თუშებსა და ლეკებს შორის და მეორეს მხრივ თუშებსა და ქისტებს შორის და ეს ალბათ იყო გაპირობებული ლეკები ჯერ ერთი ძალიან დიდ ჯარად გადმოდიოდნენ და გადმოდიოდნენ ასაკლებად სოფლისა და რომ აიკლებდნენ და სახუცავს დახუცავდნენ ტყვეები მიუდიოდა და ქისტი სოფელში არ ჩამოდიოდა
გადმოვიდოდა თქვათ მეკოპარი, როგორც სუშები გადადიოდნენ ეგრე, ქისტებიც გადმოდიოდნენ, გადმოვიდოდა მეკოპარი, თასში დაეცემოდა ფარას. ფარას გარეკავდა, სოფელში არ ჩამოვიდოდა და სოფელში არ აწიოკებდა დიაწყმარებს და ტყვე არ მიყავდა. ამიტომ ქისთან შეიძლებოდა ძმობაც და მტრობაც. ლეკი მოსაკლავად არის გაჩენილი. ლეკი მოკალი და გადააგდე. ეს ვერავათ ლეკები და ეს ჩეჩნები, ლეკები მაშინ ეთქობა შამილის ხარეს იმსოთი, ხო, მაგრამ ჩეჩნები შამილის ხარეს, ხასიათით სხვადასხვანია. ჩეჩნებთან როგორ დამოკიდებულება ქონდა? თუშებს, ხო. აი ეგეთი რა. ჩეჩნები გადმოდიოდნენ, ფარებს გარეკავდნენ, თუშები გადადიოდნენ, ფარებს გამორეკავდნენ. ნუ ჩეჩნები იყვნენ ისინი, რა. ქისტები. სხვადასხვა შეთეზე ესე უცებრო მოყვები აი ესე არასრულად, იმიტომ არის რომ ყველაფერი უნდა განიხილო კონტექსტში და მთლიანობაში. ასეც უდე ხა ბავშვთან გამოყოფინა მოაჭრა, იქ ბავშვი დაანაკუცა და მე დიტოზე ხალხი და დაახოცია თენდა. მარტო ის რომ მოყვა, ხო რაღაც კონტექსტთან არის რაღაცა სადიზმი, მაგრამ იმას რო გითვალისწინებ რომ აი ესენი თუშები წარმომავლობით რო სულ ჯარში არიან, საიდან ეს როგორ გაიზარდა და ეგეც რო ლეგენდაა საერთოდ და